ასე გამოიყურება ჩვენი დასრულებული ოსტრი. მოგესალმებით, მე გიგი ვარ. დღეს გადავწყვეტეთ რომ გავიკეთებინა ოსტრი მოთხოვნიდან გამომდინარე. ამისთვის დაგჭირდება საქონლის ხორცი, გამოვიყენებთ ბარკალს დარბილებულს, ხახვი, მწვანე წიწაკა, ნიორი, ქინძი, პომიდორი, ტომატი, კარაქი და სანელებლები. დამზადების დროს აღხრიკებსაც ვიყენებთ და ასე შემდეგ, გასწავლით უკვე მზადების პროცესში. ეხლა კი გადავინაცვლოთ გას. ხორცს დავადგით, ნახევრად მოხარშულია. ეხლა უკვე უწევს ხახვის დამატება, შეგიძლია მოიტანო და ანა, ხო? აი ესეთ მდგომარეობაშია, ბულიონი ცალკე შევინახეთ, რაც ზედმეტია და მე ხარშუშას დავამატებთ. დაუბრუნდი შენ ადგილს. ეხლა დავამატოთ ხახვი. ხახვი უნდა იყოს ხორცის მასის შესაბამისი რა. მე ანუ მეკითხებიან ხოლმე სქელი როგორ გამოვიდეს და ასე შემდეგ, ხორცის მასის შესაბამისი უნდა იყოს ხახვი. დავამატებთ ხახვს და ვამატებთ სადღაც 150 გრამ კარაქს. ხორცი და ხახვი მზად არის უკვე იმისთვის რომ გავუკეთოთ ტომატი. ეხლა დავამატებთ მიახლოებით 3-4 ყორძი ტომატი. პომიდორი, რომელიც არის დაბლენდერებული და გადადუღებული, რომ ფერი არ დავკარგოთ. მიახლოებით 15 წუთი მოუწევს კიდე რა, ესე რომ იყოს. მოკლედ ტომატი და პომიდორის მოითუშა. ეხლა გადავდივართ უკვე ბოლო დასწვით ეტაპზე. სუნელებს გავუკეთებთ, მარილს, მწვანილს, ნიორს, წიწაკას და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, პილპილი და დაღირგილი წიწაკა. მე უკვე ერთმანეთში მაქვს შერეული. გავუკეთებთ. მარილი ყოველთვის ეცადეთ რომ ბოლოსკენ გავუკეთოთ ხოლმე, რომ მასა სწორად შეარჩიოთ. არც ლაშე გამოვიდეს და არც უმარილო. თან უშა პროცესია და რაღაც ხმები თუ მოგესმათ, არ გაიკვირვოთ. ეხლა მწვანილი. აქ არის ქინძი, ოხრახუში, ნიორი და მწვანე წიწაკა ჩაწვილი. მოდი ჩემთან, მოდი, თან ვაყურებინოთ, მოდი. ბანახი. ბანახი. ეხლა თან გავსინჯავთ და ისე კი არ იქნება. ეხლა ყველაზე გემრიელ მომენტამდეც მივედით და გავსინჯავ. ჩვენ ნახელავს. მასშია ძალიან და მოდი